არ შეიძლება შენი პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის ინტერესზე წინ. არ შეიძლება შენი პირადი ინტერესი დააყენო სამართლიანობაზე წინ, ტრადიციაზე წინ და რა თქმა უნდა ზოგადად შენი საზოგადოების მოსახლეობის ინტერესზე წინ. მაგრამ ჩვენ ხო ამას ნაკლებად ვუყურებთ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ესე გამოირჩევა ხოლმე იმ კუთხით, რომ როდესაც დაინახავს, რომ ძალაუფლება პირობითად ერთი ძალიდან გადადის მეორე ძალაში, იმ წუთას დაიწყება იმ პირველი ძალის მიმართ ღალატი და ზურგშექცევა და იწყებენ მერე გადასვლას ამ მეორე ბანაკში. და ცდილობენ გული მოიგონ იმ ახალი ხელისუფალისა. აი ამას ასეთ ცალსახად ამხელს იესო ქრისტე. და ამით კარგად მიგვანიშნებს, რომ ესეთი ადამიანები არც სარწმუნოების ინტერესს იცავენ, იმიტომ რომ სარწმუნოების ინტერესს თუ იცავ, შენ უნდა იყო პრინციპული და შენ თუ უზნეობას ხედავ, შენ ის უნდა ამხილო, ამ უზნეობის ნაწილი კი არ უნდა გახდე. არც ქვეყნის ინტერესს იცავენ, იმიტომ რომ ქვეყანა არ არის, ქვეყანას არ წარმოადგენს ხელისუფლება მთლიანობაში, ხო? ქვეყანაში უფრო მეტად მოიაზრება ხალხი და მისი ინტერესი და ხალხის ინტერესს რო უგულებელყოფ, თავისთავად შენ ამ საფუარით ხარ, ჰეროდეანთა საფუარით ხარ დაავადებული. და ბუნებრივი არის, რომ უკვე შეიძლება ხალხის მიმართ უსამართლობის, აი უკვე დეკლარირებულად გამოვლენილი უსამართლობის მიმართაც კი თვალი დახუჭო. რატომ? იმიტომ რომ შენ ამის გამო შეიძლება თუ თვალს არ დახუჭავ, მაშინ შეგექმნება პრობლემები, დაკარგავ ამ პრივილეგირებულ მდგომარეობას. აი ასეთი დაავადება არსებობს, მოკლედ ასე ვთქვათ, სულიერი დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება, რომელზეც საუბრობს იესო ქრისტე.